Вот кредит. Все, идем. Mr. President, you have failed to... Ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ მიაღწიათ თქვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს. Ძალიან ბევრი რუსი მოკვდა, მათ შორის აქ მოსკოვში გენერალი მოკლეს ამ კვირაში და სირიის ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერდით, დაამხეს. ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ ტრამპს შეხვდებით, თქვენ უფრო სუსტი ლიდერი იქნებით. რა დათმობაზე შეიძლება წახვიდეთ, რის შეთავაზებას აპირებთ? You will be the weaker leader. NBC ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული მწარე სიმართლის საპასუხოდ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა მარკ ტვენის ცნობილი ფრაზით იხუმრა: ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. თუმცა რამდენიც არ უნდა ამტკიცოს რუსეთის ლიდერმა, რომ ქვეყანა ბოლო წლებში გაძლიერდა, სუვერენიტეტი გაიმყარა, ეკონომიკა გაიზარდა, რომ რუსეთი სირიაში რეალურად არ იბრძოდა და მოსკოვში მოწყობილი თავდასხმაც მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების შეცდომაა, ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ანალიტიკოსებისთვის რუსი დიქტატორის მენტალური ჯანმრთელობა უკვე ფსიქიატრიულ შესწავლას საჭიროებს. Я бы сказал, что мы увидели новый уровень безумия. ვიტყოდი, რომ სიგიჟის ახალი დონე ვიხილეთ. ის გვთავაზობს მშვიდობიან ქალაქში, მისივე თქმით, ყველაზე მძლავრი რაკეტის გამოცდას მხოლოდ იმიტომ, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს საჰაერო თავდაცვის დასავლური სისტემა. ის გვთავაზობს, მოდით ვითამაშოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლით. მაშინ მოდით გავაკეთოთ ეს მოსკოვში. გავუშვათ ორეშკინი ბელარუსიდან, საჰაერო თავდაცვის სისტემა კი წითელ მოედანზე დავაყენოთ და ვნახოთ, გადარჩება თუ არა კრემლი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მენახა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ის არა დამაკმაყოფილებელია. მისი კოგნიტური უნარები უარესდება და ის სულ უფრო საშიში ხდება. ასევე ნათელია, რომ ის სიამოვნებას იღებს ომისგან. საერთოდ არ აღიარებს, რომ შესაძლოა სადმე მარცხი გაინცადოს. ყვებოდა სირიაში დიდ გამარჯვებაზეც. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაშია, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია რეალობის დამახინჯების კუთხით. ეს ყველაფერი ფსიქიატრებმა უნდა შეისწავლონ. Так сказать, искажение реальности. არადა რომ დავფიქრდეთ, ვხედავ ჩეტევებს კიევიდან 1600 კილომეტრის დაშორებით მდებარე ყაზანშიც კი. მუდმივ იერიშებს კურსკში, როსტოვსა და ვორონეჟში. ამ ფონზე თუ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს, რაში სჭირდება პუტინს ყალბი ბრავადა, დასავლეთის ტექნოლოგიურ დუელში გამოწვევა, ამ ბირთვული იარაღით მუქარა. 17 დეკემბერს მოსკოვში მომხდარი აფეთქებაც ხომ იმის დასტურია, რომ რუსული სპეცსამსახურები ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებსაც ვერ იცავს. გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის ლიკვიდაციამ მათ, ვისაც თავი ხელშეუხებელი ჰგონია, ნათლად შეახსენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის შურისძიება ფრონტიდან ძალიან შორსაც გარდაუვალია. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსისა და რუსეთის არმიაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი რუპორის საკუთარ სახლთან ლიკვიდაცია პუტინის რეჟიმს სულ მცირე აიძულებს სამხედრო მაღალჩინოსნების უსაფრთხოების პროტოკოლებს გადახედოს. Это дает возможность в лабораторных условиях поддерживать и инфицировать арбовирусами 89 видов комаров и 12 видов клещей. სირიელი ვასალის გადასარჩენად პუტინის უმოქმედობაც უკრაინაში შეჭრით განცდილი უდიდესი მატერიალური თუ ცოცხალი ძალის დანაკარგებით შეგვიძლია ახსნათ. 9 წლის განმავლობაში ბაშარ ასადისთვის ხელისუფლების შესანარჩუნებლად გაღებული უზარმაზარი ფინანსური, სამხედრო თუ პოლიტიკური რესურსის მიუხედავად, ახლა კრემლი ვერ მალავს, რომ სირიაზე მეტად მნიშვნელოვან პრობლემაზე აქვს სადარდებელი. ესაა უკრაინა და თუ რა ხდება ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ამ თვალსაზრისით მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინშია. უკვე ცნობილია, რომ არჩეული პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ვიზიტს გეკმავს. პროგნოზებთან დაკავშირებით ევროპაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილ სარდალ გენერალ ბენ ჰოჯესთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. რეალურად მოხარული ვიყავი, რომ გენერალი კელოგი წარადგინა, რადგან ის მკაცრია რუსეთის მიმართ. არ არის დაბნეული, თუ ვინ არის აქ ცუდი ბიჭი და ძალიან პროუკრაინელია, რაც დადებითი ნიშანია. მაგრამ თავარი მაინც იქნება ის პოლიტიკა, რომელიც მოდის თეთრი სახლიდან. ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ბევრი ბერკეტი აქვს. ახლა სხვა ხალხია, ვიდრე ეს 8 წლის წინ იყო. არც ტრამპია იგივე და არც პუტინი. არ მგონია ტრამპი ახლაც ისევე იყო შთაბეჭდილების ქვეშ პუტინისგან, როგორც ეს 8 წლის წინ იყო. შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი იმედია, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ტრამპი შესაძლოა უფრო მომთხოვნი იყოს რუსეთთან და უფრო მეტად დაეხმაროს უკრაინას, ვიდრე ვფიქრობდით. როგორც არ უნდა ეცოდოს შემოbrunება
ითვლებას ვლადიმერ პუტინისთვის ასადის დაცემაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური მარცხია. რუსეთის ლიდერს მისი რეპუტაციისთვის ასეთი მძიმე დარტყმა დიდი ხანია არ უგემია. 2015 წელს ასადის გადასარჩენად სირიის სამოქალაქო ომში ჩართვას კრემლი სწორედ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენდა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების დომინაცია დაასრულა. პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ სირიის კონფლიქტი რეგიონში საკუთარი გავლენის გამტკიცების ბერკეტად ექცია და დასაწყისში ასეც ჩანდა. სამხედრო დახმარების სანაცვლოდ სირიის ხელისუფლებამ მოსკოვს სტრატეგიული ობიექტები ხმეიმიმის ავიაბაზა და ტარტუსის საზღვაო ბაზა 59 წლით გადასცა, რითაც რუსეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან პირდაპირი წვდომის ერთადერთი პლაცდარმი მოიპოვა. ბაზები რეგიონში საზღვაო წვრთნებისა და აფრიკაში სამხედრო ოპერაციების განხორციელებისთვის მთავარი ცენტრი გახდა. Здесь созданы и на постоянной основе. აქ შექმნილია და მუდმივ საფუძველზე იმუშავებს ბაზირების ორი პუნქტი. თუ ტერორისტები თავს ისევ წამოწევენ, მათ ისეთ დარტყმას მივაყენებთ, როგორიც ჯერ არ უნახავთ. Вновь поднимут голову, то мы нанесем им такие удары, которых они пока и не видели. ახლა ისმის კითხვა, რა ბედი ეწევათ ამ რუსულ ბაზებს. ცხადია, კრემლს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაკარგვა არ სურს, თუმცა რამდენიმე დღეა სირიიდან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის ნაწილობრივ გაყვანა უწევს. დასავლური წყაროების ცნობით საზღვაო ძალების დისლოცირება სირიიდან ლიბიაში მოხდა. რუსულ ბაზებზე სატვირთო თვითმფრინავების აქტიურობა კი თანამგზავრული ფოტოებითაც დასტურდება. პუტინთან ერთად ასადის რეჟიმს ბოლო 10 წლეული რა თქმა უნდა რუსული პროპაგანდაც აძლიერებდა. კრემლის მიერ კონტროლირებადმა მედიამ წლების განმავლობაში სირიაში სამხედრო კამპანია ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალისხმევის სიმბოლოდ აქცია. თუმცა ახლა, როდესაც ასადი სამშობლოდან მოსკოვში გაიქცა, რუსული ტელეარხები სხვანაირად ამღერდნენ. თუ მოულოდნელი შეტევის დაწყების დროს ასადის მოწინააღმდეგე ძალები რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის ტერორისტები და აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები იყვნენ, რამდენიმე კვირაში ისინი უბრალოდ შეიარაღებული ოპოზიციონერები გახდნენ. დრამატულ მოვლენებსა და საკუთარი ქვეყნის დათმობაზეც პასუხისმგებლობა პროპაგანდამ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე სირიის არმიას დააკისრა. ეთერებში დაუყოვნებლივ გაისმა ახალ ლიდერებთან თანამშრომლობის სურვილის შესახებ მინიშნებებიც. Вот это переходное правительство. ახალი სირიის გარდამავალ მთავრობას არც ფლოტი ჰყავს, არც ავიაცია და არც საჰაერო თავდაცვა. ასე რომ ჩვენს ბაზებს ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც შეეძლოთ ამ როლის შესრულება. და ამ ბიჭებმა ეს ნათლად უნდა გაიგონ, თუ არ გაქვთ საკუთარი მობრძანდით და დაგეხმარებით, როგორც ვეხმარებოდით თქვენს წინამორბედებს. Нет своего, так придите, мы вам поможем. ალბათ არავის გააკვირვებს თუ გეტყვით, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და სირიის სათავეში მოსულ მებრძოლებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა რამზან კადიროვმა იტვირთა. ნოვაე გაზეტას ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინს მოსკოვში მისი ბოლო ვიზიტის დროს შეუთანხმდა. თუ კადიროვი კრემლისთვის სასურველ შედეგს დადებს, სანაცვლოდ კომპანია Wildberries-ზე კონტროლს დაიბრუნებს და შესაძლოა დაღესტნელი მილიარდერის სულეიმან კერიმოვის ოქროს მომპოვებელ ბიზნესში წილიც მიიღოს. Wildberries-ის გადანაწილების კონფლიქტისა და კრემლის მახლობლად მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ დროების მაყურებელს სულ რამდენიმე კვირის წინ ვუამბეთ. ვიდრე პუტინი იბრძვის, მას სჭირდება, რომ კავკასიაში სიმშვიდე იყოს. ამ თვალსაზრისით ის კადიროვს უჩვენებს პატივისცემას თუ არა, პარტნიორულ ურთიერთობას მაინც და ამას საკმაოდ დემონსტრაციულად აკეთებს. პროცესში კადიროვის ჩართულობაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს. ჩეჩნეთის ლიდერმა დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღება და პირველი კავშირის დასამყარებლად რუსეთ-სირიის საკონტაქტო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. შეინარჩუნებს თუ არა რუსეთის სირიაში ბაზებზე კონტროლს, სწორედ დაჯგუფების ლიდერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რამდენად დაემთხვევა აჰმედ ალ-შარაას ინტერესები რუსეთისას, რომლის ავიაციაც მის ბაზებს გამუდმებით ბომბავდა, რთული სათქმელია, თუმცა უკვე ნათლად ჩანს, რომ სირიის ახალი ფაქტობრივი ლიდერი დასავლეთთან დიალოგის დამყარებას ცდილობს. პირობას დებს, რომ სირიის სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებებს პატივსცემს და საერთაშორისო გაერთიანებას ასადის მმართველობის დროს დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს. აჰმედ ალ-შარაას დაჯგუფება 2011 წელს ჯებჰად ალ-ნუსრას სახელით შეიქმნა და ალ-ქაიდას ერთგულება გამოუცხადა, თუმცა 2016 წელს კავშირი გაწყვიტა და უფრო ნაციონალისტურ ძალად გადაკეთდა. ჯიჰადისტურ წარსულთან დისტანცირების მიზნით აჰმედ ალ-შარაამ საბრძოლო ფსევდონიმზე აბუ მუჰამედ ალ-ჯულანზეც უარი თქვა, თუმცა რამდენად ნამდვილია მისი ტრანსფორმაცია, ალბათ ამას დრო და მისი კონკრეტული ნაბიჯები გვიჩვენებს. ფიქრობ, სირიელებმა
მედიუმმა უკვე გამოსცადეს ის ტკივილი თუ რას ნიშნავს იყო სამოქალაქო ომში. ებრძოდა ერთმანეთს და ებრძოდა რეჟიმს. ჩემი აზრით ამან გარკვეული იმედი უნდა მოგცეს, რომ მათ იციან, როგორ უხელმძღვანელონ პროცესს. სირიელები იმსახურებენ მხარდაჭერას და წახალისებას. უნდა გვჯეროდეს მათი იმის გამო, რასაც საკუთარი ძალებით მიაღწიეს. სირიელებმა დაიწყეს ეს ყველაფერი 2011 წელს და თავადვე დაასრულეს ასადის დამხობით. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის არც ერაყი და არც ლიბია. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ოპტიმისტურები. საინტერესოა ისიც, თუ როგორ შეცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში, სირიაში ასადების დინასტიის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის კრახი. დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლის მთავარი ბენეფიციარი ამ ეტაპზე თურქეთია, რომელიც ამბოხებულ ძალებს უჭერს მხარს. ამ მოცემულობით რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ერთის მხრივ სირიაში მილიონობით ლტოლვილის დაბრუნებას შეძლებს, მეორეს მხრივ კი სასაზღვრო რეგიონში ქურთთა მუშათა პარტიის მხარდამჭერი ძალების წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. ოფიციალური ანკარა სირიისა და თურქეთის გავლით ევროპაში გასცადენის მშენებლობის შესახებ კატართან მოლაპარაკებების განახლებასაც გეგმავს. სირიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და პროექტის რეალიზების შემთხვევაში ნატოს წევრი თურქეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირით მომარაგების უმსხვილესი ჰაბი გახდება, რაც კონტინენტის რუსეთზე დამოკიდებულებას სამუდამოდ დაუსვამს წერტილს. Turkey wants Ukraine to win. თურქეთს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. რა უნდა რუსეთს? მათ აქვთ ორი საზღვაო და ავიაბაზა. ახლა არის დრო შეერთებულმა შტატებმა იმუშაოს თურქეთთან ერთად, რომ უთხრან რუსებს. კარგი, შენ გინდა ის ბაზები, რასაც ვაკეთებ ჩვენ უკრაინისთვის. როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს? ნუ მხარი ნამდვილად ხსნის შესაძლებლობის პანჯარას. რეგიონის ახალი სურათით კმაყოფილი იქნება ისრაელიც, რადგან ასადის რეჟიმის დამხობით სუსტდება მისი მთავარი მტრის, ირანის გავლენაც. სირია ასადის დროს თეირანის მიერ ჰეზბოლასა და პალესტინელი მებრძოლების იარაღით მომარაგების პროცესში გამტარის როლს ასრულებდა. ქაოსით ისრაელმა უკვე ისარგებლა და გოლანის მაღლობების ბუფერულ ზონაში საკუთარი პოზიციები გაამაგრა. მუამარ კადაფი ლიბიაში, ბენალი ტუნისში, ალი აბდულა სალეჰი იემენში, ჰოსნი მუბარაკი ეგვიპტეში, ახლა კი ბაშარ ალასადიც სირიაში. ახლო აღმოსავლეთის ყველა მმართველი, რომელსაც 2011 წელს არაბული გაზაფხულის დროს დემონსტრანტებმა დიქტატორები უწოდეს, უკვე წარსულს ჩაბარდა. ბაშარ ასადი ახლა უკრაინის ყოფილი ავტორიტარი ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავსად თავს მოსკოვს საფარებს, სადაც წლების წინ 250 მილიონი დოლარის ნაღდი ფული თვითმფრინავით გაგზავნა და სადაც მისი ოჯახი 40 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 19 აპარტამენტს ფლობს. სისხლიანი დიქტატორის მიერ მიტოვებულ და განადგურებულ სირიაში კი გავლენისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. ახლა იწყება შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ძალისხმევაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. რუსეთის მზარდი სისუსტის პარალელურად სწორედ ახლაა დრო კრემლზე ზეწოლის გაძლიერების. თუ თეთრ სახლში დაბრუნებული დონალდ ტრამპი მთავარ გამოწვევას გაუმკლავდება და მეგობარ პუტინს აიძულებს უარი თქვას რუსეთის იმპერიის აღდგენის ამბიციაზე, მაშინ შეძლებს კიდეც მიაღწიოს იმას, რასაც მუდმივად ასახელებს პრიორიტეტად. ეს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებაა.